გარიგება დასრულდა. ამ პარასკევს აშშ-ს და ირანი მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ირანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი დათმობები მიიღო, თეთრი სახლი კი საპირისპიროს ამბობს. და ისტორიულ შეთანხმებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ტრამპი გავრცელებული ინფორმაციით ნეთანიაჰუზე გაბრაზებულია. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ყველა სკვადში. ტრამპი აცხადებს Truth Social-ზე. შეთანხმება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ახლა დასრულებულია. გილოცავთ ყველას, მაგრამ აი რას ამბობს ირანი? უყურეთ. დღევანდელი მთავარი ამბავი სასწრაფო სიახლე ირანი ამ საათში გამარჯვებას აცხადებს. საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს საღამოს ტელევიზიით გამოვა ამ განცხადების გასაკეთებლად. თქვენ გაქვთ როგორც უპირატესობა, ასევე ნაკლები ძალა. ჩვენ ვართ ამ ბრძოლის ველის გამარჯვებული. ირანის ისლამური რესპუბლიკა გამარჯვებულად გამოვიდა. ირანის ხალხმა გამარჯვება მოიპოვა. ეს სლოგანი არ არის. ეს გადაჭარბება არ არის. შეერთებული შტატები იძულებული გახდა ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რომლითაც დასრულდა ომი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და წინააღმდეგობის ფრონტთან. მისი ბოროტი მიზნების განხორციელებისას მან მძიმე მარცხი განიცადა ყველა სტრატეგიულ მიზანში. მიუხედავად ამისა, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ამ ომში ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა. ფაქტობრივად, თავად მტერი იძულებული გახდა მოეთხოვა ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები. კარგი, სერიოზულად, თავგზაამერია. ბოლო რამდენიმე კვირაში რაც მოხდა, იმისგან თავგზაამერია. ერთი მხარე ამბობს, რომ აქვს უფლება გააგრძელოს ურანის გამდიდრება. ეს, რა თქმა უნდა, ირანული მხარეა. და შეერთებული შტატები ამბობს, რომ არასოდეს იქნება ურანის გამდიდრება ბირთვული მიზნებისთვის, არც ერთ შემთხვევაში. რუთი, ვიცი, რომ მზად ხარ დასაწყებად. კარგი, შენ დაბნეული ხარ იმის გამო, რასაც ირანი და აშშ ამბობენ. მე დაბნეული ვარ იმის გამო, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს და ყოველ 5 წუთში ცვლის და ტვიტავს. კარგი? ეს არის ჩემი დაბნეულობა. და უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მართალი ხარ, მათი ნარატივები ყოველთვის საპირისპიროა. მაგრამ ერთი რამ ნათელია. ამ მომენტში არც კი აქვს მნიშვნელობა, რა წერია შეთანხმებაში ან ურთიერთგაგების მემორანდუმში და რატომ არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ თუ თეთრ სახლს სურდა ამ მემორანდუმის პუნქტების გამოქვეყნება, ამას გააკეთებდა. და ასე არ მოხდა. რის გამოც ირანს საშუალება მიეცა ჩვენთვის ყველა ის პუნქტი ეთქვა, რაც შეთანხმებაშია. ეს ერთი. და მეორე ისა, რომ ეს უკვე კაპიტულაცია. ეს უკვე მოგებული საქმის მარცხად ქცევა, რაც არ უნდა მოხდეს. და მართლა გონია თუ ეს 60 დღეში მოხდება, მართლა? ეხლა მგონია თუ არა, რომ ირანი რომელიმე შეთანხმებას დაემორჩილება? არა, არ მგონია. მაგრამ მე მაწუხებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ასე მონდომებულია შეთანხმების დადებაზე. მე მაწუხებს ის, რომ მაშინაც კი თუ ისინი არ დათანხმდებიან, თუ და როცა არ დათანხმდებიან, ის შეიძლება დაიწყოს უკან დახევა თავის თავდაპირველ პოზიციაზე. ხო არ აღმოაჩინა ეს უკვე, მან გადაადგილა მიზანი. დიახ. ასე რომ საუბარი იყო ბირთვულ უფლებაზე საერთოდ არა. საერთოდ არანაირი. ეხლა გამდიდრება არა. არა, ასე არ არის. სამოქალაქო გამდიდრების უფლება, რაც ყველამ ვიცით, რომ სრული სისულელია. მე ვფიქრობ, რომ ტრამპს შეუძლია თავი დაარწმუნოს ნებისმიერ რამეში, თუ ეს მას კარგად წარმოაჩენს და მგონია, რომ სწორედ ეს გააკეთა მან მთელი ამ დროის განმავლობაში. ამიტომაც ცვლის ის თამაშის წესებს, რადგან დღის ბოლოს მას სურს, რომ გამარჯვებულად გამოჩნდეს. მისთვის შეთანხმება მხოლოდ მაშინ არის გამარჯვება, როცა ტრამპი გამარჯვებულია. ასე რომ თუ მას მოუწევს შეცვალოს, რას ამბობს ეს შეთანხმება, თუ უბრალოდ მიხვები, როგორც შენ თქვი, იმას, რასაც ის სოციალურ მედიაში აქვეყნებს, იცი მგონი ამ თვის მე-6 იყო. ის ამბობდა, უპირობო კაპიტულაცია ერთადერთი გზა, რომლითაც წავალთო. და ეხლა უბრალოდ ასეა. გამოიცანით რა, შეთანხმება გვაქვს. ხო და ჩემი 80 წლის იუბილეა მგონია, რომ ის შეშლილია. მართლა ძალიან გაბრაზებული ვარ. ზიზღს გრძნობ იმის გამო, როგორც ის ისრაელს ექცევა. ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან. ჩვენ ისევ მუდმივად გვაქვს დრონების შეჭრები ჩრდილოეთში. ხალხი ისევ თეცხლის ქვეშ ცხოვრობს და ის ამბობს. ძვირფასო, არ ვიცი რას აკეთებ. ვინ გგონია თავი? მაპატიე, გაქვს შენი 80 წლის იუბილე. გაჩუმდი და მოგცე საშუალება, ჩვენ მივხედოთ ახლო აღმოსავლეთს. თუ არ გინდა შენი სიტყვა შეასრულო, მორჩა. აღარ მინდა მასთან საქმე. მორჩა. აღარ მინდა მასთან საქმე. კარგი. არის შანსი ბელა, რადგან ამ საკითხში შენ და მე ერთ მხარეს ვიყავით, კარგი? რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს დახვეწილი ხრიკი დროის მოსაგებად. 60 დღე მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულებლად, რომ 4 ივლისი 250 წლის იუბილე იყოს,
სოფლიოს ეკონომიკების კვლავ ამუშავება, ეკონომიკური ზეწოლის მოხსნა მის ადმინისტრაციაზე, იზოლაციონისტების მოშორება. შეიძლება ეს იყოს ის? კიდევ არის შანსი. აი, მგონია რომ შენ კი ისრის ტკივილი გაქვს. მე კი დეჟავუ მაქვს. კარგი. იმის შემდეგ, რაც ყველა მძევალი სახლში დაბრუნდა, ტრამპი აქ, იერუსალიმში იყო. ყველა უგრავდა დაშს. რა მოხდა? ჩვენ ძევლები სახლში დავაბრუნეთ. ჩვენ მძევლები სახლში დავაბრუნეთ. მაგრამ რა მოხდა რეალურად ტერორისტებთან გამკლავებისას? ასე რომ ჩემთვის, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ მოთხოვნების შეცვლასაც ვემხრობი. მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ერთი რამით ვიღო ბედნიერი, მაგრამ მე მაინც ვამკითხვებს. განაიარაღა თუ არა ჰამასმა, მივახციეთ თუ არა მიზანს და ეს უფრო მეტროს მოითხოვს ყველა სფეროში. ასე რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში მე ასე ვუყურებდი და ვამბობდი. კარგი, ჯერ 2 საათი, მერე 3 საათი. გულისხმობ 2 საათს ძაღლის წლებში? 2 საათს? თუ მაგალითად 2 საათში შეთანხმება ხელმოწერილი იქნება 2 საათში. ეს იყო დაახლოებით 6 საათის შემდეგ, ზუსტად მაშინ, როცა UFC-ის ბრძოლა ან რაც არ უნდა ხდებოდეს ამერიკაში. მაგრამ როცა ეს მოხდა, ზუსტად იმ დროს, რომ მას მისწრებოდა დაჯდომა და თავისი დაბადების დღის და ხომ იცით, დროშის დღის და ყველაფრის აღნიშვნა, მესმის და ეს მშვენიერია. მართლა მინდა მაქსიმალურად მის მხარეს დარჩე და ვთქვა, რომ შენ გაქვს ისეთი უსაფრთხოების დაშვება, რაც მე არ მაქვს. მე არ მაქვს ის ინფორმაცია, რაც შენ გაქვს. მე უბრალოდ მოქალაქე ვარ. საკუთარი აზრით ვიღებ იმ ინფორმაციას, რასაც მაძლევენ და ყველა მხრიდან სვამკითხვებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ხალხი მართლა დაღლილია. ხო, ცხოვრებები ბევრად უფრო მეტია დაკარგული. ერთ მომენტში ვამბობ, თუ ასე აპირებთ გაგრძელებას, მაშინ რატომ არ აძლევთ ისრაელს საშუალებას, რომ თავად მოაგვაროს ის, რაც უნდა მოაგვაროს? იმის გარეშე, რომ ჩაერიოთ და დაასუსტოთ ის, რაც ახლა ხდება ახლო აღმოსავლეთში. მე მესმის, რა მდგომარეობაშია აშშ-ში და რამდენად დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს, რათა ნამდვილად აჩვენოს, ვინ არის ისრაელის მოკავშირე. მაგრამ ვფიქრობ, როცა ლიდერები ასე იქცევიან, როცა სულ მეგობრები იყვნენ და ეს უკვე გვინახავს, მანაც უთხრა ადრე, რას აკეთებ ჯანდაბა. მაგრამ ეს ყოველთვის ცოტათი თეატრი იყო. და ეს ვნახეთ გასული წლის ივნისის ომამდე. ამიტომაც ვცდილობ ჯერ კიდევ ეჭვის შემთხვევაში მათ სასარგებლოდ ვიფიქრო. დღეს დილით ისრაელის რადიოში ჩამაწერეს ინტერვიუ და მითხრეს, მართლა? უთხარი კი, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ აქ ბევრი თეატრალურობაა. და ასევე დიპლომატიაში არსებობს რაღაც, რასაც კონსტრუქციული ბუნდოვანება ქვია, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია რაღაცების შენებურად გაიგო. მე კი სხვანაირად გავიგებ, როგორც დეჟავუზე წერ. ცოტა ის რაც ღაზასთან მოხდა. ნახეთ, ხვეები სახლში დავაბრუნეთ. კი. ხვეები სახლში დავაბრუნეთ მაშინ, როცა მან ფაქტობრივად თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია, ხოლო ჰამასმა რა თქვა? და თითქოს მან თავისი ნებით მიაღწია შეთანხმებას, როცა თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია. არის შანსი, ისევ ამაზე ვბრუნდები, რადგან მინდა დავიჯერო, რომ ტრამპს არ უნდა ხელი მოაწეროს ისეთ შეთანხმებას, როგორიც ობამას JCPOA იყო. მას ობამად ყოფნა ყველაზე ნაკლებად უნდა. ყოველთვის არის შანსი, ჯიმ კერი, მაგრამ დღის ბოლოს ტრამპს ყველაზე მეტად ბაზრები აინტერესებს. აინტერესებს ნავთობი, აინტერესებს ეკონომიკა. შეხედეთ, როგორ ლაპარაკობს. ღია. შეავსეთ თქვენი გემები საწვავით. ნავთობის ვაჭრობა ღია. როგორც ადრე იყო ღია. რა მიიღეთ? არაფერი მიგიღიათ. მე ვფიქრობ, რომ მას ბაზრები აინტერესებს. ყოველთვის, როცა რაღაცა იწყებს ზრდას, ის აკეთებს უცნაურ განცხადებას, რომელიც ამცირებს მას. მე ვფიქრობ, მას ბაზრები უფრო აინტერესებს, ვიდრე ირანის ხალხი, ვიდრე ისრაელის ხალხი. და გულწრფელად რომ თქვა, ბოდიში, მაგრამ გონია, რომ დამთავრდა. სინამდვილეში, მართალია, შოშანას ვეთანხმები, მაგრამ გარკვეულწილად შენს გეთანხმები, ფლერ. რადგან ჩვენ ვნახეთ, როგორ ქმნიდა მან დახვეწილ ხრეწილ ხრიკებს, მოულოდნელი თავდასხმების დასაწყებად. უცნაურია ამას სიურპრიზ რო ეძახიან, როცა ყველა მიცის, რომ ეს მოხდება. კარგი, ეს რთულია. ხო. ბოლო რამდენიმე კვირაში ამის ფიქრი შევწყვიტე. 2 კვირის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით, კი, ეს ხრიკია. ეხლა ესე აღარ ფიქრობ. ეს მხოლოდ ბაზრებისა და ამ ყველაფრის გამო არ არის, არამედ ასევე იმიტომაც, რომ ჩანს თითქოს მას ინტერესი დაკარგული აქვს და უბრალოდ გამარჯვების გამოცხადება უნდა. ეხლა, რა არის საქმე? როცა ამბობ, რომ ეს მას კარგად აჩენს, მე პირიქით ვფიქრობ, რომ ეს მას ცუდად აჩენს. და ვფიქრობ, რომ ეს ავნებს მას, თუ გამოჩნდება, რომ მას დაამარცხა ამ საძაგელმა პატარა ჯიჰადისტურმა რეჟიმმა,
მსოფლიოს უდიდესმა ზესახელმწიფომ, რომად დაამარცხეს ან სულელად გამოიყვანეს. ეს ავნებს მას და რესპუბლიკელებს შუალედურ არჩევნებში, ეს არ დაეხმარებათ. ასე რომ თუ ფიქრობს, რომ ჯობია გადადოს, ფიქრობ ცდება. სხვათა შორის საკმარისია უკვე იმის თმენა, რომ ჩრდილოეთის ისრაელელი მოსახლეობა და ირანის ხალხი. ხო, ამაში მსხვერპლნი იყვნენ. რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, გულწრფელად რო თქვა, და ეს იყო ობამას კოლოსალური მარცხი. სანქციების შემსუბუქება, ფულის შემოდინება. ერთი რამ არის ხორმუზის სრუტის გახსნა, რაც მათი მთავარი საექსპორტო მარშრუტია. ამას ვიგებ ამას. და ის ფაქტი, რომ ტრამპმა იცით საკუთარ ქავს ავნო, როცა ორმაგი ბლოკადა გააკეთა, ხო იცით? მაგრამ ისინი საუბრობენ 25 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივების გამბლოკვაზე. ამას ირანელები ამბობენ. და 300 მილიარდი დოლარის რეპარაციები ომის გეგმის აღდგენისთვის. ზუსტად ვინ აპირებს ამ თანხის გადახდას? და რა განსხვავებაა ამაში და ობამას მიერ ფულის თვითმფრინავებით გაგზავნა შორის? ფულის თვითმფრინავებით ისლამური რესპუბლიკისთვის 20 წლის შემდეგ. და სხვათა შორის ამ თანხის ნახევარი და მთელი ეს თანხა. მისი იყო 75 მილიარდი, თქვათ, და ეს უკვე ქვეყნდება. 350 მილიარდი. და შემდეგ და კიდევ ერთი რამ და სწორედ ამირამ და სწორ ამიტომ ჯერ კიდევ ვაძლევ ტრამპს ეჭვის სარგებელს, ეს არის დროის გრაფიკი. ასე რომ თუ ფული ადრე გაიცემა, თუ რაიმე მოძრაობაა, თუ რაღაც ხდება ურანთან დაკავშირებით, მაშინ ვიტყვი, რომ ეს მარცხია. თუ და სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ მჯერა ტრამპის გარიგებების უნარის. ეს კაცი ცნობილია იმით, რომ გარიგებებში სხვებს ატყუებს. სწორედ ამისთვისაა ცნობილი, არა? ყოველთვის რომ აჯობოს თავის ოპონენტს გარიგებაში. ეხა მართლა გონია, რომ ტრამპი მათ სანქციებს მოუხსნის? მე სრუტეების გახსნაზე არ ლაპარაკობ. სრუტეები უკვე ღიაა, კარგი და ფული შემოვა, მაგრამ მე ამაზე არ ლაპარაკობ. რაც მაწუხებს, ესა 24 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივების ადრე გათავისუფლება. არის რაიმე დამადასტურებელი ნიშანი იმისა, რომ ისლამური რესპუბლიკა მზადაა რაიმე გააკეთოს ურანთან დაკავშირებით, რომელიც როგორ ჩანს, მთებში ცათამჯენის სიღრმეზე აქვთ ამოღებული. თუ ეს მოხდება, მაშინ მეც ვიცი, რომ თქვენ მართალი იყავით და მართალი იყავით. მოისმინეთ, არც ერთ მხარეს არაფერია ნათქვამი ბალისტიკურ რაკეტებზე, ჰეზბოლაზე, ჰამასზე ან პოლიტიკაზე. მართალი ხართ, არაფერი. არავინ არაფერს ამბობს ამაზე, იცით, და ტრამპი მუდმივად ამბობდა, რომ მათ არ ექნებათ რაკეტები და ჰეზბოლა და ასე შემდეგ. მაშ, რა მოვიგეთ აქ? მე ვფიქრობ, მან რა მოიგო. ჩვენ კი არა, ის. რას ნიშნავდა ეს? შეერთებულმა შტატებმა რა მოიგო? გადავდეთ თუ არა, შეძლეს თუ არა ბირთვული საფრთხის გადადება. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. მგონია, რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჯერ კიდევ ვფიქრობ, კარგი, შენს მხარეს ვარ, რადგან ჩემი კითხვა ასეთია, რას უბრუნდება ის, როცა საქმე რესპუბლიკელების ბირთვს ეხება? ჩვენ ნახეთ, როგორ შეიცვალნენ ისინი ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაშინ, როცა ძალიან უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო და დამთავრებულიყო. ისინი ძალიან წინააღმდეგი იყვნენ ირანის რევოლუციური გვარდიის მიმართ. მაგრამ იმის გამო, თუ როგორ ვნახეთ, ეს ეგრეთ წოდებული ცხენის ნალი ეფექტი სრულად ამოქმედა, განსაკუთრებით კი რეალურ რესპუბლიკურ პარტიასა და კონსერვატიულ მოძრაობაში, ადამიანები, რომლებიც მანამდეც ძალიან პრომაგა იყვნენ, ეხლა ამბობენ, მოიცადეთ. მაგრამ საქმე ისრაელში არ არის. ეს უფრო იზოლაციონიზმზეა. ეს უფრო იმაზეა, რას ვაკეთებთ ამ უცხოურ ავანტიურებში, რადგან ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს მათთვის პირდაპირი საფრთხეა, როგორც ჩვენთვის, რადგან ჩვენ ენა აქვე ვართ, ისინი კი მსოფლიოს მეორე მხარეს. ისინი საფრთხეს ვერ ხვდებიან. ისინი ვერ ხედავენ იმ ფაქტს, რომ მათი შვილები იზრდება იგივე ჯიჰადისტური შხამით, რომელსაც კატარი აფინანსებს. ისინი კატართან გარიგებებს დებენ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათი ტაქტიკა ამერიკული სულის შიგლიდან დაშლა. თუნდაც ბირთვული იარაღი ნიუ-იორკში არ გაგზავნონ. აი ამას ვერ ხედავენ. ეს კიდევ უფრო უცნაურია, რადგან ის ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ახალ მშვიდობას დავამყარებთ. რომელ მშვიდობაზე საუბრობს? ასე რომ, ერთადერთი იმედი, რაც მაქვს აბრაამია, თითქოს მას მართლაც აქვს რაღაც კოზირი, რაზეც წარმოდგენაც არ გვაქვს რუთინ. შენ და მე ამ საქმეში აღარ ვართ. ბედნიერი ვიქნები თუ შევწდები, არ ვიცი. ის რაღაცას ამოიღებს და იტყვის, სხვათა შორის ბოლო წუთს, გინდა შეთანხმება. მოაწერე ხელი ამას, სადაც წერია X, Y და Z, არ ვიცი. მაგრამ ეხლა პაკისტანი იქნება, იცი, იმედი შუქურა და დემოკრატიის ქვეყანა. სადაც
მერე უკვე ნორვეგიაცა. ეხლა ისინი ნორვეგიად იქცნენ ღმერთის გულისთვის. მაგრამ ხედავ, აი აქ არის პრობლემა. პრობლემა ისა, იცი, როცა ის ვენესუელას ადარებს, მე ვამბობ, რომ მას არ ესმის, რომ ჯიჰადისტები, იცი, ვენესუელელები ჯიჰადისტები არისტები არ არიან. ისინი სხვა რამენი არიან. და შენ ვერ გამოიყენებ იმავე ტიპის ტაქტიკას. ეს ერთი რამეა. და მას ასევე არ ესმის, რომ როცა დასავლეთი იყენებს სიტყვას მშვიდობა, ყველგან მშვიდობას ახსენებს და მშვიდობების დამყარებაზე საუბრობს, ხო. რადიკალი ისლამისტები ამას სისუსტედ აღიქვამენ. სისუსტე. და აღქმა ახლო აღმოსავლეთში თითქმის 89%-ია. ასე რომ შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო არმია ყავდეს. და თუ მათ ნარატივსა და აღქმაში არ დაამარცხებ, პრობლემები გექნება. და ვფიქრობ, რომ თუნდაც მართალი იყოთ და ტრამპს დიდი გეგმა ქონდეს. ხო. და დიდი გეგმა არის ის, რომ ბოლოს ყველაფერი მის ტონს მოერგება. მაგალითად, ტონი, რომელსაც ის იყენებს ნეთანიაჰუს მიმართ, განსხვავდება ტონისგან, რომელსაც იყენებს პუტინის, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის, პაკისტანისა და სირიის თაღ ალ-შარას მიმართ. ეს ძალიან სიმპათიურია, ის კარგია, ის მშვენიერია, ისიც. და მერე ის ამბობს, რა ხარ შენ? შენ სულელურად იქცევი. ეხლა ვფიქრობ, რომ ტონს მნიშვნელობა აქვს, რადგან წარსულში, რაც რამდენჯერმე ვნახეთ, რაც შემნიშნეთ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვანს შორის, ტონში განსხვავება იყო. ესე რომ როცა ჯეი-დი ვანსმა თქვა რაღაცა მსგავსი, რომ ეს ეხლა ჩვენი პოლიტიკა არ არის, ან როცა მარკო რუბიომ თქვა, რომ ეხლა ჩვენი პოლიტიკა არ არის, ისრაელმა იუდეასა და სამარიაზე სუვერენიტეტი გაავრცელოს მაგალითად. ხო. მისი ტონი იყო ესეთი. ჩვენ მეგობრები ვართ. ხო. და ამ მომენტში ეს არ არის შესაძლებელი. ხო. და ჯეი-დი ვანსი გაღიზიანებული და უკმაყოფილო იყო და ამაზე უხეში ტონით ისაუბრა. როცა ტონი უხეშია, ეს სერიოზული სიგნალია მტრებისთვის. არა მხოლოდ ისრაელის მტრებისთვის, არამედ ამერიკის მტრებისთვისაც. რა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი ხრიკი არ არის, მინდა რომ შენარჩუნე შენი იმედი. მიყვარს ეს. მიყვარს ეს. იცი, რუსეთმა გუშინ ღამით კიევი ძლიერ დაბომბა. არავის აინტერესებს. არავის აინტერესებს. არავის. აინტერესებს. არავის აინტერესებს და ეს არის მთავარი. მილიონი ადამიანი დაიღუპა იმ ომში. დიახ. და არავის აინტერესებს. ბავშვებს იტაცებენ და გადაჰყავთ, თითქოს ეს ხრიკია და დაკარგული ბავშვები არიან. არავინ იცის. სხვათა შორის არაბი მკვლელი, როგორც გვიწოდებენ. და არა მხოლოდ ეს, არავინ. თქვენ არ გაიგონებთ უკრაინელებს ქუჩაში გამოსულებს და რომ ამბობდნენ, დააბრუნეთ ისინი სახლში ახლავე. და ცდილობდნენ საკუთარი მთავრობის დამხობას ამ მიზეზით და ამბობდნენ, ეს თქვენი ბრალია. ზოგი უკრაინელი შეიძლება გაბრაზებულია ზელენსკიზე. დიახ. მაგრამ ისინი არ თვლიან, არ იქცევიან ისე, თითქოს ის იყოს ის, ვინც ამ დაკარგულებს აკავებს. ისინი იციან, ვინ არის მტერი. დიახ. და ვიტყოდი, რომ ეს არის ერთი რამ, სადაც ძალიან დიდი განსხვავება დავინახეთ ისრაელსა და უკრაინას შორის ამ ომებში. აბსოლუტურად. და ამასთან დაკავშირებით მინდა ცოტა ჩრდილოეთისკენ გადავინაცვლო, რადგან ირანი ძალიან ცდილობდა სწორედ ამ კავშირის დამყარებას. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კავშირი, რადგან ვიცით, რომ ჰეზბოლა მათი არმია ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე. ვიცით, რომ ჩვენი ხალხი უბედურია. ბიზნესი დაიკარგა, ბავშვები თავშესაფრებში გარბიან, ყველა გაჭირვებაშია. რაკეტები არ გაჩერებულა. რა ცეცხლის შეწყვეტა. მეტი რო ვთქვათ, ჩვენი ბიჭები და გოგონები იღუპებიან ამ დრონებით, რომლებიც ჰეზბოლადან მოდის, რუსეთიდან მიეწოდებათ მგონიან, ჩინეთიდან ღმერთმა იცის ვისგან. და მთავარი ისა, რაც გუშინ მოხდა. და მიზეზი, რატომაც ტრამპმა ესეთი უპატივცემულო ტონით ილაპარაკა ნეთანიაჰუსთან, ისაა, რომ ჩვენზე თავდასხმა მოხდა როგორც ყოველთვის და ჩვენ პასუხად დავარდყით ჰეზბოლას ძლიერ საყრდენ პუნქტს ბეირუთში, დახიაში. და შემდეგ ისლამურმა რესპუბლიკამ თქვა, რომ ისრაელზე ღამით მიიტანდა იერიში. ეს უნდა მომხდარიყო წუხელ. ყველა სახლში ვისხედით და ამ თავდასხმას ველოდით. და შეერთებულმა შტატებმა, იცით, ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და კითხა, რატო აკეთებ ამას ახლა? არ დამინგრიო ჩემი შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ თავდასხმაზე პასუხობთ. და ჭორია, რომ თეირანს რაღაც მისცეს იმისთვის, რომ თეირანი ისრაელს არ დაესხას თავს. რუთი, შენ ამაზე ადრე საუბრობდი. ღმერთმა იცის რა იყო ეს? კარგი, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცით.
ისრაელსა და ლიბანს შორის ვაშინგტონში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ეს საუბრები, სადაც ჩვენ ასე დავშვიდდით. ბოლოს და ბოლოს ლიბანის მთავრობა მიხვდა, რომ ჩვენ ერთად ვართ, რათა დავამარცხოთ ჰეზბოლა. თუმცა უნდა ვთქვა, არა, რადგან ლიბანის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ გააკეთებს ამას, მას ანეშინია, რომ მოკლავენ, ან უბრალოდ ისრაელის ცულს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ გასულ კვირას კარგი იყო. გასულ კვირას მან თეირანს უთხრა, თქვენ არ ხართ ჩვენი სუვერენი. არა, მან თეირანს უთხრა, თქვენ არ ხართ ჩვენი სუვერენი. ხო, მაგრამ ის, რასაც ის არ აკეთებს, არის ჰეზბოლას განადგურების მცდელობა. კარგი, ის აძლევს ისრაელს ამის გაკეთების საშუალებას ლინცი და ამავე დროს აკრიტიკებს ისრაელს. ეხლა როცა გუშინ ღამით, როცა გუშინ ისრაელმა დაარტყა ჰეზბოლას პოზიციებს ბეირუთში, იცი ბეირუთის გარეუბანში, დახიაში. ეს იყო მას შემდეგ, რაც დღეების განმავლობაში ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა კაცმა დაიფიცეს, რომ ნებისმიერი დრონის ან რაკეტის ჩრდილოეთისკენ გაშვების შემთხვევაში ჩვენ ასე მოვიქცეოდით. მაგრამ არ გავაკეთეთ. და იცი რატომ? იყო ერთგვარი სემანტიკური განსხვავება. თუ ჩვენ მას საზღვარზე გადმოსვამდე გადავიჭერდით, მაშინ ეს არ ითვლებოდა. ჩვენ ვაძლევდით მათ საშუალებას, რომ რაკეტები და დრონები გაეშვათ ჩვენსკენ ყოველდღიურად. გუშინ იყო, როცა ბოლოს ნეთანიაჰუმ თქვა, კარგი, უნდა გავაკეთოთ ეს. ხო, მე ყოველდღე ველოდებოდი. და მიუხედავად ამისა, მაინც ზუსტად იყო დამიზნებული. ასე რომ სინამდვილეში ნეთანიაჰუ ჯერ კიდევ ცდილობს ტრამპის კეთილგანწყობა შეინარჩუნოს და ამავდროულად ამბობს, რომ საკუთარი თავის დაცვა გვჭირდება. ის შეუძლებელ მდგომარეობაშია. ის თაღლითია, ვეთანხმები. ლიბანის შესახებ. შენ ადრე ამბობდი შოშანა, რომ ეხლა ადამიანები ისინი უკვე სამხრეთით მიდიან. ანუ ლიბანელები, რომლებიც ევაკუირდნენ, რადგან მათ ეუგუბუნებოდნენ, რომ ევაკუაცია გაეკეთებინათ, რათა არ დაშავებულიყვნენ, მაგრამ ტერორისტებიც აშკარად სარგებლობენ ამით. და ეხლა ყველა ბრუნდება უკან. ისინი მასობრივად ბრუნდებიან. პრობლემა ისაა, რომ თქვენს თითქოს შეთანხმება იდება. ყველა მიცის, რომ ირანი ფლობს ბერკეტს. ყველა მიცის, რომ ირანი აკონტროლებს ლიბანს. გარდა როგორც ჩანს ტრამპისა. მაგრამ როგორც მე ვუყურებ ამას, ორმაგი სტანდარტი პირდაპირ აქ არის ახლა. ასე შორტს ასვლა არ გჭირდება ამერიკის. ამერიკის სამხედრო ვერტფრენი ჩამოაგდეს. არავინ დაღუპულა. ამერიკამ მაშინვე უპასუხა ამას. მაშინვე. არ ყოფილა კითხვა, რატომ გააკეთეთ ეს? იქნებ უნდა დაგეცადათ. არა, ასე არ მოქცეულან. ერთი წამით მოიცადეთ. მაშინაც კი უნდა თუ არავინ იღუპება, არ გაქვს უფლება, რომ პასუხი გასცე. ტრამპმაც იგივე თქვა, როცა აპაჩის ვერტფრენი ჩამოაგდეს. მან თქვა, პილოტები გადარჩნენ და ამას დრო დასჭირდა, რამდენიმე საათი. ან ზუსტად ვერ ვიხსენებ, რამდენი დრო გავიდა მანამდე, სანამ თქვა, კარგი, რაღაც უნდა გავაკეთოთ. და ეს შეიძლება იმიტომაც იყო, რომ თავდაცვის მინისტრმა ჰექსეტმა უთხრა, ამას ვერ გააკეთებ. უნდა, როგორც თქვი, მან სცადა ეთქვა, რომ არავინ დაღუპულა. ეს უცნაური იყო, უცნაური დრო იყო. მან თქვა, რომ ეს არაფერია განსაკუთრებული. თავდაპირველად მან მართლაც გამოიყენა სიტყვები. არაფერია განსაკუთრებული. ხო, ესე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უბრალოდ ნიშნავს, რომ ცოტა უფრო მსუბუქად ისვრი. ზომიერად. როგორც ახლო აღმოსავლეთში რა. ცეცხლის შეწყვეტა. მაგრამ შეიძლება ამაში არ ცდება. არა, ეს აქ ცეცხლის შეწყვეტაა. გულისხმობ. შეხედეთ ყველა ცეცხლის შეწყვეტას ამ ხანძრებს ჰამასში. ხედავთ, რომ ისინი ამას ისვრიან. ზუსტად. ფიქრობ ეს იდეალური აღწერა, რადგან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვეკითხებოდი ყველას, რას ნიშნავს ეს? ხო, ამ დროში, ამ მომენტში, სადაც ვზივარ, რას ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტა? რადგან თუ კიდევ ერთი ადამიანი დაიყვირებს ამას, უნდა ამიხსნა, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ეს ნიშნავს, რომ გაგვიმართლა, რომ გვაქვს რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის სისტემა. და არ მინდა ეს თქვა, მაგრამ ჩემი შვილი, იცი, რომელმაც მთელი ცხოვრება, ბავშვობა, უსაფრთხო ოთახებში და ბომბსაფარებში გაატარა. რაც გინდა, გაზის ნიღბები, რაც გინდა დაასახელე, კარგი? მან მითხრა, როცა ღაზას ომი დაიწყო, ან ცოტა ადრე, 7 ოქტომბერს, ანუ სხვა ღაზას ომებიც იყო. მან მითხრა, სინამდვილეში რკინის გუმბათი ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც ჩვენ დაგვემართა. კითხე, როგორ შეგიძლია ასე თქვა? მან ხომ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. და მან მითხრა, აი სწორედ ესაა პრობლემა, რადგან ჩვენ ამას ვიყენებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ თითოეულ სარაკეტო თავდასხმას ისე უნდა მოეკიდო, თითქოს მან მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. ხო, სწორედ ამას ამბობდა ღრუბელიც, როგორც ეხლა ამბობენ. მათ იშვიათი განზრახვები აქვთ, უბრალოდ რიგითი და დამცველები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჩვენი მოკლა არ უნდათ. ხო, ზუსტად ესეა და მე ვამბობ, მკვლელობის მცდელობა
როცა იცი, რომ თუ რამე მოხდება, მკვლელობის მცდელობა, გენოციდი. რაც არის, ის არის. გამარჯობა. ამის გარეშე და შეხედეთ ირანს. როცა მათ ეს რაკეტები ჩვენზე ისროლეს, უბრალოდ მაინტერესებს, როგორ აღიქვამს ამას სპარსეთის ყურე, რადგან იცით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს სასტიკად დაესხნენ თავს. საუდელები დაესხნენ თავს, გულისხმობ კატარელები ფარისევლები არიან. ორივე მხარეს თამაშობენ, ასე რომ დიდად არ ვაფასებ მათ. მაგრამ მაინტერესებს, მათ მხარს უჭერენ თუ ეხლა უფრო მეტად ღელავენ, რომ შურისძიება უფრო ძლიერი იქნება ვიდრე ოდესმე. აი ესე ვფიქრობ. ესე ვფიქრობ. ისინი ელოდნენ, რომ შეერთებული შტატები იქნებოდა ძლიერი მხარე ისრაელთან ერთად, სხვათა შორის, იმიტომ რომ ერთადერთი რამ, რაც სპარსეთის ყურის ქვეყნებს ჰქონდათ, იყო პატივისცემა ისრაელის მიმართ. პატივისცემა, ეს არ იყო უბრალოდ დიდი სიყვარული. პატივისცემა და გაგება იმისა, რომ არსებობს საერთო ინტერესები. და ისინი ძალიან ყურადღებით აკვირდებოდნენ და ეხლაც აკვირდებიან. და ის აზრი, რომ თუ ტრამპი სუსტია და მათ თავს დაესხმებიან, ამ ომის გაგრძელებას აზრი აღარ ექნება. ყველაფერი რაც მათ დარჩებათ, ტანჯვაა. ამიტომაც, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც მისი გზავნილი, ის რასაც ტრამპი მიანიშნებს, საშიშია. კარგი, თუ პარასკევს მოეწერება ხელი, 60 დღე შუა აგვისტოს მოგვიყვანს. ასე რომ გონი მოგვიწევს დავიცადოთ და ვნახოთ და ამ დროს თავს უკეთ ვიგრძნობთ, თუ კვირის ნაძირალებს გამოვავლენთ. კარგი. კვირის ნაძირალას დროა. გონი მაისურები უნდა დავბეჭდოთ. გინდა რომ კვირის ნაძირალას მაისურები დაიბეჭდოს, ვინაა შენი კვირის ნაძირალა? შენით დავიწყებთ ბელა, ვინაა შენი ნაძირალა? ჩემი ამ კვირის ნაძირალა არის Austin Franco, 19 წლის კორნელის უნივერსიტეტიდან ASHS-დან, რომელმაც უარი თქვა ინტერვიუზე, რადგან თქვა, რომ არ სურს ინტერვიუს მიცემა და არ უნდა ეშრომოს ებრაელისთვის. ვისაც ახლა უკვე ნეონაცისტები და ანტიებრაული ისრაელის ფაშისტები უცხობენ GoFundMe კამპანიებს, ის რაც ახლა აქვს, მგონი რაღაცა მსგავსი სახელითაა Save Go რაღაცა. მათი მიზანია $100,000 და უკვე თითქმის 10,000-მდე არიან მისული. ეს კამპანია მხოლოდ გუშინ ღამით დაიწყო, ჯერ 12 საათიც არ გასულა. ეს თაველითობაა. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ცოტა მოკლხედველობაა, რადგან თუ მას ებრაელებთან მუშაობა არ უნდა, ნამდვილად ვერაზროს იშოვის ნორმალურ სამსახურს, ხომ ასეა? არა, ასე არ არის. წავიდეთ ჩემს ოთახში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის სამრეწველო და შრომითი ურთიერთობების კურსდამთავრებულია. მაშინ კომუნისტებთან დასაქმდება და ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში $10,000 გადაუხდიან წელიწადში. და ისინი მოისმენენ ჰარმონიებს, ეს ხუმრობა იქნება. მართალია, ბერნი სანდერსი, ის ებრაელია, წადი, მაგრამ ისინი ყველგან იყვნენ. უცნაურია ჩემთვის, ყოველთვის ასეთი ტიპის ხალხია. ვიღაც წავადე ესრის, მაგალითად, რომელიმე კომპანიის დირექტორს და უცებ ჩნდება რაღაცა ფედეში. გაათავისუფლონ ეს ადამიანი. თითქოს ამ ადამიანმა არაფერი არ დაუშავებია. და ზრდასრული ადამიანები უჭერენ მხარს ვიღაცას, ვინც რომ ეთქვა, ჩემთვის იცი რა, მე 19 წლის ვიყავი და არ ვიცოდი უკეთესი და შეიძლება მზად ვარ ვისწავლო. მაშინაც კი ვიფიქრებდი, კარგი, სულელი ხარ, მაგრამ იყოს ასე. შენ ჯერ კიდევ ახალი ხარ იმაში, რომ როგორც ზრდასრული რაღაცების სცადო და შედეგები ნახო. მაგრამ როგორც 19 წლის ადამიანი, იმ გარემოში, სადაც ეხლა ვცხოვრობთ და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი ასე ხელმისაწვდომია და ასე ძლიერად არის წახალისებული ამერიკაში, მე არ მეწოდები. და გულწრფელად მართლა მინდა, რომ არასოდეს იმუშაო ებრაელისთვის. მინდა, რომ საერთოდ ვერასდროს იშოვო სამსახური. დიახ. მართლა გულწრფელად მინდა ეს შენთვის. და იმედი მაქვს, რომ ამ გაკვეთილს აიღებ, გააზიარებ და შენი ოჯახიც გულით იგრძნობს ამას, რადგან ვინც შენ გაზარდა, მან ვერ შეძლო შენი სწორად აღზრდა. ვაუ, კარგი, ძალიან კარგი, მივხვდი, ძალიან კარგი. შესანიშნავია. ჩემთვის ეს ახალი შხაპივით იყო, ახალი სული მომცა. მოვისმინე დაო, საშინელებაა. ვაუ. არა, მაგრამ იცი რა? იცი ვინ იმუშავებს ჯიუსთვის მალე? ქრისტიანე ამამპური. თუ გაიცინა, ესე იქნება. ბარი ვაისი, ჯანდაბა, ყოჩახ. შოშანა, ვინ არის შენი ნაძირალა ამ კვირაში? მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნაძირალა ისევ იგივეა, როგორც ადრე. და იცი, ვიფიქრე, იქნებ სხვას მივცე შანსი, რომ იყოს გამოკვეთილი. მაგრამ არა, შენ იმსახურებ ამას. და შენ ჩემში ისეთი სიტყვა დამოიწვია, რომელსაც არასდროს ვამბობ. და არც ვაპირებ თქვა, რადგან შენ ამას ვერ მაიძულებ. მაგრამ აი რას ამბობდა ჩემი ნაძირალა ამ კვირაში. მან თქვა, შეცვალე წამლები. მაგრამ ვის ელაპარაკებოდა ის?
ეს იყო ფრანჩესკა ალბანეზე. ჩვენ მართლა უნდა დავაყენოთ მისი ძაღლი, უკეთესი ძაღლი. უნდა გავაკეთოთ უნდა გავაკეთოთ ნაძირალების დიდების დარბაზი. ვერ ვუძლებ ამ ქალს, იმიტომ რომ ის ასეთი საზიზღარია, ის ძალიან ბოროტი ქალია, ის ნაცისტია. შენ ნაცისტი ხარ. ბევრ ადამიანს არ ვეძახი ნაცისტს. შენ ნაცისტი ხარ. ის ეუბნება სონია ბოლდენგერს, რომელიც ახალდაზრდა ქალის, კაროლინ ბულის დედა, რომელიც ოზის მახლობლად მოკლეს 7 ოქტომბერს. მან X-ზე გააზიარა, რომ ბერლინში ფილმის ჩვენებაზე ღია მტრულ დამოკიდებულებას შეხვდა ისრაელის მიმართ. იმავე ფილმის ჩვენებაზე, სადაც ფრანჩესკა იყო. და ფრანჩესკამ მას დასცინა. ისე რომ მან რეალურად წაიკითხა თვიტი, დაწერა თავისი პასუხი, დააჭირა გაგზავნას და არც კი წაშალა. ესე იგი, ეს ადამიანი არა მხოლოდ ნაცისტია, არამედ ამაყობს, რომ ნაცისტია. და ის პასუხობს ამ ქალს, რომელიც ამბობს, რომ ბერლინის კინოფესტივალზე ბევრი ნეგატიური ყურადღება მიიღო. სიტყვებით, შეცვალე წამლები. ხო, უკული გოგოს დედა. სიტყვები აღარ დამჩა. სიტყვები არ არსებობს. სიტყვები აღარ დამჩა ვიღაცისთვის, ვისაც სულიც კი არ გააჩნია. ის მაგონებს იმ ადამიანებს, ჰარი პოტერში რო იყვნენ, სულებს რა აცლიან, რო აცლიან. ტანჯველები, დემენტორი, მენტორები, ხო? მგონია რომ დემენტორი ესტუმრა ამ ქალს და სულ მთლიანად ამოაცალა სული. ეხლა უბრალოდ ნაცისტის ნაჭუჭია. შენ ხარ ჩემი კვირის ნაძირალა. ღმერთის ნებით ბეზრათ ჰაშემ, შენს ფოტოს აქ დავკიდებ, რადგან ამას იმსახურებ. დიახ. და ბარივაის დაბრუნდა. ახლა ხან წავიკითხე ანგარიში, რომ 60 მინით აპირებდა ფრანჩესკა ალბანეზეზე დოკუმენტური ფილმის გაკეთებას ძალიან რბილ სუბუქ დოკუმენტურს და ადიდებდნენ მას და გამოიცანით, ვინ მოითხოვა ეს. დიახ, ბარივაისი. აი ესეა, მაგრამ კიდევ ერთი რამ, რომ დავუბრუნდეთ ამას. თუ მას შეუძლია ესეთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილი ტკივილი აქვს, ესეთი რამ უთხრას. ეს იმდენად საზიზღარია. რატომ არ ეტყვის შენს ქალიშვილის საყვარელს, რომ წამლები შეიცვალოს? უთხარი გრეტა თუნბერგს, რომ წამლები შეიცვალოს. კარგი, შენ ძალიან კაცრი ხარ, რობოტი ხარ. ბალმი ამ კვირაში ცეცხლზეა. ხო, რუთი, შენი ნაძირალა ვინ არის? სხვათა შორის, თუ ნაძირლებს თანაც განმეორებით დამნაშავეებს არჩევ, შეგიძლია მათი სურათები მთელი მაისუზე დააბეჭდო, რაც უკვე დაბეჭდილი გაქვს. ეს კარგი იდეა. ამ კვირის ჩემი ნაძირალა ადამიანი კი არა, კონცეფცია, ფრაზა. და ეს არის ისრაელს აქვს ან იტოვებს უფლებას დაიცვას თავი. ძულს ეს გამოთქმა. პირველ რიგში ეს თავისთავად ცხადია, რომ ყველას აქვს უფლება დაიცვას თავი. ანუ ქვეყანასაც აქვს უფლება დაიცვას თავი. არა ისრაელი თვითონ ამ სიტყვების თქმაც კი, არა არც ერთი სხვა ქვეყნის, არც ერთი სხვა ადამიანის მიმართ ამას არ ამბობენ. გარდა ისრაელისა. ხო, და ეს მიუთითებს იმაზე, რომ თითქოს არსებობს კითხვა, აქვს თუ არა ეს უფლება. და ამიტომ გინდა რომ ისრაელის მხარეს დადგე. ამბობ, დიახ, ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი. არა მხოლოდ უფლება აქვს ისრაელს დაიცვას თავი, არამედ ვალდებულებაც აქვს, რომ წინასწარ იმოქმედოს, იყოს აგრესიული და წინ აღუდგეს ნებისმიერ თავდასხმას, რომელსაც იგრძნობს. ჩვენზე უკვე ძალიან ბევრი თავდასხმა განხორციელდა, სადაც ებრაელები დაიღუპნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავი უნდა დაგვეცვა და არა პირველები დაგვეტაკა. ეს ეხება 6 დღიან ომსაც. მაშინაც ასე მოვიქეცით, მაგრამ ეს ბოლო წუთებში მოხდა. იგივე ითქმის იომ კიპურის ომზეც და რა თქმა უნდა 7 ოქტომბერსეც. და კიდევ ბევრი სხვა თავდასხმა ჰამასის მხრიდან, ღაზადან და ჰეზბოლას მხრიდან ლიბანიდან. საკმარისია უკვე მხოლოდ თავდაცვა. ჩვენ შეტევაზე უნდა გადავიდეთ ყველა იმ მტრული ძალის წინააღმდეგ, ვინც ჩვენს სრულად განადგურებას ცდილობს. კარგი, რუთი, ორიგინალურობისთვის 10-დან 10 ქულას გიწერ. ასეთი კონცეფცია ან ფრაზა აქამდე არ გქონია. აშკარად ჩანს, რომ ჟურნალისტია კვირის ნაძირლად ცნება ან ფრაზა აირჩია. მაგრამ ეს მონეტის მეორე მხარეა, როცა გთხოვთ, აღიარეთ ჩვენი არსებობის უფლება, ეს იგივეა. არსებობის უფლება და საკუთარი თავის დაცვის უფლება ერთი და იგივეა. და ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოს ვეხვეწებით, რომ მოგწონონ და მიიღონ ჩვენი არსებობა. მე ამით დავიღალე და ვფიქრობ, ყველამ უნდა დავასრულოთ ეს თავის დამცირება იმისთვის, რომ მიგვიღონ. ჩვენ აქ ვართ. შეეგუეთ ამას.
კარგი. ეხლა, ჩემი ამ კვირის ნაძირალა არის მანდანის უშნო თხუპის ცალი და მისი სახელია სადიკ ხანი. რატო არის მანდანის უშნო თხუპის ცალი? იმიტომ რომ ის ლონდონის მერი არის. და ლონდონი ახლა ის ნაგავსაყრელია, რადაც ნიუ-იორკი გადაიქცევა 5 წელიწადში, რადგან ეს კაცი ძალიან დიდხანს იყო ლონდონის მერი. ეხლა რატო არის ის ჩემი ნაძირალა? ნაძირალა. ეხლა მოდი უბრალოდ ლონდონელის თვალით შევხედოთ, არაფერს ებრაულს არ გულისხმობ. დანაშაულის დონე გაიზარდა. უძრავი ქონების ფასები გაიზარდა. ეს ადგილი ბინძურია და ცენტრალური ავღანეთის მსგავსად გამოიყურება. კარგი, აი ესე გამოიყურება დღეს ლონდონი. მართალია შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი უფრო უარესია ვიდრე მაშინ, როცა მან იპოვა. 9 წელი ცხოვრობდი ლონდონში. მიყვარს ლონდონი. კულტურული დედაქალაქი, იქ ვსწავლობდი. საოცარი საერთაშორისო კამპუსი იყო, მაგრამ ლონდონი აღარ არის ის ლონდონი, სადაც მე 9 წელი ვიცხოვრე და სადაც ჩემი ქმარი გაიზარდა. და ეს იმიტომ ხდება, რომ სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად მერმა და მერის თანამდებობა. და მე ამაში ცოტა გამოცდილება მაქვს, რადგან რამდენიმე წელი იერუსალიმის მერის მოადგილედ მუშაობდი. მერის ყოფნა ნამდვილად განსაზღვრავს, იქნება თუ არა ქალაქი დიდებული. ჩვენ ვნახეთ ნიუ-იორკი ბლუმბერგის დროს და ვნახეთ ნიუ-იორკი. ჩვენ ვხედავთ ნიუ-იორკს დი ბლაზიოსა და ჯულიანის დროს. ეს იმდენად განსხვავებულია, იმდენად განსხვავებული. მერს ნამდვილად შეუძლია ქალაქის განადგურება ან მისი დიდებულად ქცევა. და სადიკ ხანმა შეიძლება ითქვას, რომ ლონდონი ნაკლებად სუფთა, ნაკლებად უსაფრთხო და ნაკლებად ეფექტური გახადა. ამას რო თავი დავანებოთ, მან ასევე მისცა საშუალება ისრაელის მოძულეებს, რომ ეთარეშათ. ლონდონში ყოველ კვირას 100,000 ადამიანის მარში ტარდება. არ აკავებენ დამნაშავეებს, რომლებიც ყვირიან სიკვდილი ებრაელებს. არ აკავებენ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ ინტიფადის გლობალიზაცია, პირიქით აძლიერებენ მათ. და ამის პიკი იყო რამდენიმე დღის წინ, როცა ერთი ღონისძიება, უძრავი ქონების ღონისძიება გაიმართა. ეს ნიუ-იორკშიც ნახეთ. უძრავი ქონების ღონისძიება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ისრაელში ქონების შეძენა სურს და ეს სინაგოგაში ჩატარდა. მან 1000-მდე პროტესტის მონაწილეს მისცა საშუალება მისულიყვნენ სინაგოგის კარებამდე. გახსოვდეთ, მანჩესტერში იომ კიპურის დღეს 2 ადამიანი დაიღუპა. გოლდერს გრინში დანით დაჭრის შემთხვევებიც ჰქონდა. ამ საშინელი მერისგან მხოლოდ ცარიელი დაპირებები ჰქონდა, თითქოს სურს ებრაელების დაცვა. ჩვენ არ გჯერათ სადიკ ხან, რადგან თქვენი ხალხი, ვისაც თქვენ აძლევთ ძალას, ერთ მხრივ ეუბნება ებრაელებს წადით, ხოლო მეორე მხრივ ამბობს, არ იყიდოთ ქონება იმ სამშობლოში, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ. ეს რა არის? გინდათ რომ იყვიყოთ? თუ გინდათ რომ წავიდეთ, რადგან თუ გინდათ რომ წავიდეთ, სადღაც უნდა წავიდეთ. სწორედ ამიტომ არსებობს ისრაელის სახელმწიფო, რომ ვიხოთ უსაფრთხო თავშესაფარი იმ ებრაელებისთვის, ვისაც თქვენ არიცავთ. სოციალური დეკოდი და ეს ჩვენი საერთო მეგობრის სტივენის დამსახურებაა. ხო, ვინ თქვა ფლოპ, გთხოვ დააბრუნე ის. სტივენი შენ შემდეგ მიდის ძვირფასო. სადიკ ხანი, თქვენ დაამტკიცეთ, რომ არაეფექტური, უსარგებლო მერი ხართ, რომელიც მოძულეებს აძლიერებს. ზუსტად ისე, როგორც შენი უშნო თხუპი ნიუ-იორკში, მანდანი აპირებს ქალაქის შეცვლას. შენ იგივე გააკეთე. უბრალოდ 5-7 წლით წინ ხარ. შენ ხარ ჩემი ამ კვირის ნაძირალა. ყველაულ მე თითქმის გავხადა ჩემი გმირები, ებრაელები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. ხო, და ისინი ცეკვავდნენ ქუჩებში, ხორას, ხო, პირდაპირ ამ საშინელების გვერდით, ისინი ამბობდნენ საშინელ რაღაცებს, დამავიწყდა რა თქოს, რაღაც მსგავსი იყო, რომ დაუბრუნდებით, რაღაც ძალიან დამაშინებელი სიტყვები. არა, ეს რა ჯანდაბაა? გინდა რომ იქ ვიყოთ. ან არ გინდა, მე ესე დავტოვებ, შენ ვიღაცას გაუშვებ. გინდა რომ თვარეზე წავიდეთ, იმიტომ რომ მე იტყვი ისიც კოლონიად ვაქციეთო. სწორია, მაგრამ იცი ერთი განსხვავებაა მამდანისა და სადიკ ხანის შორის. და ეს არის ის, რომ შეერთებულ შტატებს ყავს პრეზიდენტი. ვიცი რომ ბევრ დროს ხარჯავთ მის კრიტიკაში. პრეზიდენტი, რომელიც საერთოდ არ ეთანხმება ანტისემიტიზმს. თუმცა კირ სტარმერი ბრიტანეთში სულ სხვა ამბავია. ის მთლიანად ხელს უწყობს ამ ყველაფერს. იცით რა, კირ სტარმერი რომ მუხაოს, ფიგურა იყოს, როგორც მოჰამად მოუსტაფა ხომეინი, ხალხი ვერ გაარჩევდა სხვაობას. აი იმდენად არაეფექტურია ის. მუხაოს ფიგურა ზუსტად იგივე იქნებოდა, რაც ახლა დიდ ბრიტანეთში ქვეყნის სათავეში ყავთ. ეხლა უნდა გავიწმინდოთ ჩვენი სული და გონება, ფსიქიკური ჯანმრთელობა კვირის გმირებით, რადგან ძალიან ბევრი შესანიშნავი გმირია. მოდი დავიწყოთ შენით, რუთი. ვინ არის შენი გმირი? კარგი, ჩემი გმირები 2 ჯგუფია. და ისევ ვიცი, რომ ეს ერთი ადამიანი არ არის. ეს 2 ადამიანთა ჯგუფია და ისინი ტრაგიკული გმირები არიან.
და ესენი არიან ირანის ხალხი და ისრაელის ჩრდილოეთის მცხოვრებლები. დიახ. ორივე ხალხი თლიანად მსხვერპლად იქცა. ირანის რეჟიმის, თეთრი სახლის და ამ გარიგებების. არ არსებული, რაც არ უნდა იყოს, გავლენის ქვეშ. დროის გასვლასთან ერთად ეს ირანელი ხალხია, ვისაც უთხრეს, რომ დახმარება გზაშია და ისრაელის მოსახლეობას ჩრდილოეთში უთხრეს, რომ ჩვენ გადავჭრით ჰეზბოლას პრობლემას. ორი ჯგუფი სრულიად მსხვერპლია და ისინი გმირები არიან, რომ გადარჩნენ და ამ ყველაფერს გაუძლეს. ზოგიერთი მათგანი უფრო მოთმინებით გამოირჩევა ვიდრე სხვები. რა თქმა უნდა, მე არც ერთ შემთხვევაში არ ვიქნებოდი მოთმინებით სავსე. ამიტომ მინდა სულმცირე პატივი მივაგო მათ იმ ტანჯვისთვის, რასაც ისინი იტანენ. და დარწმუნებული ვარ, ისინი ყველა განადგურებულები არიან ამ ურთიერთგაგების მემორანდუმით. ვეთანხმები თქვენ, ანუ ირანელები ჩრდილოეთის მცხოვრებლებს ბოლო 2 წელიწადი და ნახევარი ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდათ. მაგრამ მანამდეც ზოგიერთ მათგანს 10 წლეულებით ადრე. ეს ახალი არ არის. ისევე როგორც ირანელ ხალხს, სხვათა შორის. ირანელები და ირანელები რომლებიც ქუჩაში გავიდნენ. და blackout-ის გამო ჩვენ არ ვიცით, ვერ გავაცნობიერეთ და მსოფლიომაც ვერ დაინახა, რომ მათ გააგრძელეს პროტესტები და აგრძელებენ მათ შესრულებას. ხო? და ისინი აგრძელებენ მათ ქუჩაში მოკლას, აგრძელებენ მათ დაპატიმრებას და შემდეგ სიკვდილით დასჯას. და ეს არის ის, რასაც ვერ ხედავთ. როცა ძალიან დაკავებული ხარ აქ მიმდინარე მოვლენებით, ვერ ხედავ რა ხდება თავად ირანში. ხო, ნამდვილი გმირები არიან, მადლობა რუთი. შოშანა. ამაზე ლონდონში უბრუნდები. კარგი ბიჭია მაინც. დიახ, გმირი. მოსამართლე ჯერემი ჯონსონი, რომელიც მგონით ცდილობს დააბრუნოს ან შეეწინააღმდეგოს იმას, რასაც მისი მთავრობა აკეთებს, როცა ასე მარტივად ეპხრობა ჯიჰადისტებს. და მან Palestinian Action-ის 4 ტერორისტი გაასამართლა და მიუსაჯა პატიმრობა იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს. Elbit სისტემში მოხდა შეჯრა, რამაც 1.2 მილიონი ფუნტის ზიანი გამოიწვია და დამოიწვია დაპირისპირება დაცვის თანამშრომლობთან და სამართალდამცავებთან, რის შედეგადაც ერთმა პოლიციის ოფიცერმა, ქალმა პოლიციის ოფიცერმა ზურბის მოტახილობა მიიღო. ხო, მანქანა კარებში შეაჯახეს, წითელ კომბინეზონებში იყვნენ ჩაცმულები, გამოიყენეს მძიმე ჩაქუჩები და ბერკეტები აღჭურვილობის დასანგრევად. ხო, და მათ სერჟანტ Kate Evans ორჯერ დაარტყეს ზურგში 7 ფუნტიანი ჩაქუჩით, რის შედეგადაც მას ხერხემალი გაუთხდა. ხო, და ის მძიმე სხეულის დაზიანების მიყენებაში დამნაშავედ ცნეს. არ ვიცი რატო არ ცნეს დამნაშავედ მკვლელობის მცდელობაში, მაგრამ აი რა არის საქმე. ხო, მართალი ხარ. ეს შემთხვევითობით არ მთავრდება. ეს არ მთავრდება სიტყვებით, ჩვენ შენსგან მოვდივართ. ინტიფადას რეალური მნიშვნელობა აქვს. და როცა ამას ამბობ, იცი, ებრაელები და ისრაელი ცუდები არიან და ნებისმიერი საშუალება გამართლებულია, ეს ფიზიკურ ზიანამდე მიდის. ეს ადამიანებსაც და ინფრასტრუქტურასაც უზარმაზარ ზიანს მიაყენებს. და ვფიქრობ, ხალხი ამას ნამდვილად ვერ ხვდება. ლონდონელებო, ნიუ-იორკელებო, თუ არ გინდათ, რომ ეს რეგულარულად ხდებოდეს, ეხლა უნდა იმოქმედოთ. იცით, ვსაუბრობთ ექსტრემიზმზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიტყვის თავისუფლება კარგია, სანამ თქვენი მუშტი ჩემს სახეს არ მოხვდება. აი ეს არის პრობლემა, რომელსაც ეხლა ვეჯახებით. და ეს კაცი გმირია, რომ ამაზე ხმამაღლა თქვა და ამ ქცევისთვის შედეგები დააწესა, რადგან იყო დრო, როცა გვეგონა, რომ ისინი ამას დაუსჯელოდ გადაურჩებოდნენ. კი. და ეს მიუღებელია. ასე რომ, ხოჩახ. ხოჩახ თქვენ მოსამართლე, დიდი მადლობა, რომ მართლაც სამართლიანობა აღასრულეთ ამ საშინელ საქმეში. და ხალხი შოკშია, რომ მან მათ 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მაინც რაღაცაა. ხო, მაგრამ მათ ეგონათ, რომ დაუსჯელები დარჩებოდნენ. და მოусმინეთ ამას, რადგან გამოიცანით რა. დღეს და როცა ეთერში გავალთ, ეს შეიძლება უკვე გადაწყვეტილი იყოს. არის სასამართლო საქმე იმის შესახებ, არის თუ არა ორგანიზაცია პალესტინური მოქმედება ტერორისტული ორგანიზაცია. ისინი ბრიტანეთის მთავრობამ ტერორისტულ ჯგუფებად გამოაცხადა. ამას ვაღიარებთ. მაგრამ დღეს სასამართლოში მიმდინარეობს დებატი, უნდა გამოცხადდნენ თუ არა ისინი ტერორისტულ ჯგუფად. ასე რომ შეიძლება ამ კაცის განაჩენი გაუქმდეს. იმედი მაქვს არა. მაგრამ ის გმირია, რადგან სწორად მოიქცა და თქვა, როგორც შენ ამბობ, შოშანა, პოლიციელზე თავდასხმას შედეგები უნდა მოხვეს. ასე უნდა იყოს. როგორ შეიძლება არ მოხვეს, თუ ეს განაჩენი გაუქმდება? თუ ეს განაჩენი გაუქმდება, ყველაფერი დასრულებულია, ხო? ხო, ეს იქნება გარდამტეხი მომენტი. ეს იქნება გზის ის ნიშნული. საკმარისია რბილი აღზრდა. ხო. საკმარისია რბილი აღზრდა. ზუსტად როგორც შენ თქვი, თუ რამეს აპირებ, პირდაპირ მითხარი. იმიტომ რომ როცა მე ვიზრდებოდი, ასე ისწავლიდი ჭკუას.
მართლა უნდა დაგენახა, ვისი ნერვების მოშლა შეგიძლია და ვინ დაგითმობს, ხო? ისინი გააკეთებენ ამას. ზუსტად ესე. მაგრამ სწორედ მაშინ ისწავლე შენი გაკვეთილი. ასე რომ არა, ამიტომ არ არის დანაშაული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ძალიან სწრაფად ისწავლე ამას. ისინი წლობით ციხეში გსვამენ? ჩემი გმირი ჯერი სეინფელდია. რაც ჩემთვისაც განმეორება სამი სიტყვით. გსურთ რამე თქვათ პალესტინაზე? გსურთ რამე თქვათ? ის არ არსებობს. როგორ ხარ? საინფელდი, როგორ ხარ? შეგვიძლია ვთქვათ თავისუფალი პალესტინა? შეგვიძლია უფასო საში მივიღოთ? მოდი ცოტა მომეცი მაგიდან. ის არ არსებობს. ეს იყო ყველაფერი, რაც მას უნდა ეთქვა. და ეს იყო ინტერვიუ რაღაც ძალიან უცნაური ადამიანებისგან, რომლებიც ყველგან არიან ინტერნეტში, რომელთა YouTube გვერდი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ 40,000 გამომწერი ყავდა, აიქცალა. მაგრამ ალბათ დღის ბოლომდე ისევ დაბრუნდება. მადლობა YouTube, რომ მაინც რაღაც სწორად გააკეთეთ ამჯერად. და ისინი საკუთარ თავს პალესტინის საინფორმაციო ქსელს ეძახიან. ასე რომ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, არის ის, რომ დადიან და ხალხს აწუხებენ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვან თავისუფლება პალესტინას, როცა ვაშინგტონში არიან. ხო, იქ Beverly Hills-შიც ყველგან. მაგრამ ეს ვიდეო უნდა ვიპოვო, რადგან მისი რეაქცია უნდა ნახო. ის ისეთი გულგატეხილი იყო. ბიჭებო, ამისთვის სახეზე ეწერა, რადგან არაფერი ხდებოდა. და ამ ყოველფრის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ეს კულმინაცია იყო, როცა ნიქსმა პირველად მოიგო რამდენი წლის შემდეგ. ეხლა ეს მოგონება გექნება მთელი ცხოვრების განმავლობაში, როცა ესეთი დიდი გამარჯვებისკენ მიდიოდი. შენ მემის ნაწილი იყავი. ხო, კარგი, მადლობა. დიახ. მათ თქვეს, შეგვიძლია უფასო პალესტინა მივიღოთო. და ის ამბობს, ეგ არც კი არსებობსო. ეს უბრალოდ, ეს ისეთი ლამაზი იყო და ყველა გაგიჟდა ამაზე. გაგიჟდა. დაუდებ თავს, ეს იყო კითხვა. მიიღე. ეს იყო ის, რისი მიღებაც ცადე. ხო, მაგრამ მან მათ ის სიამოვნებაც კი არ მისცა, რომ ეთქვა, ეხლა იგნორს გაგიკეთებთო. არა, ეგ არც კი არსებობსო. და უბრალოდ გააგრძელა. ხოლოდ ეს გაქვს. მე მიყვარს ჯერი სეინფელდი. ჯერი სეინფელდი ბოლო დროს ძალიან აქტიურია. და კიდევ ერთი პატარა მისალმება გვენეთ პელტროუს, რომელსაც ბევრი კრიტიკა შეხვდა იმის გამო, რომ ჰერცლიას უძრავი ქონების რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. და იცი მეხდი ჰასანი გიჟდება სეინფელდზე. ის ამბობს, მე მიყვარს სეინფელდი. მეხდი ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გიყვარს სეინფელდი, მისი ებრაული იუმორია. დიახ, და გვენეთ პელტრო, რომელიც აშკარად იცოდა, რომ კრიტიკა მოხვებოდა, ის სულელი არ არის. მისმა გუნდმაც აუცილებლად იცოდა და მაინც გააკეთა ეს. მეტი გმირი გჭირდება. შეიძლება მე ვითხოვები, ან როგორც ყოველთვის, ზედმეტად პოზიტიური ვარ. მაგრამ გონია, რომ კულტურული ტენდენცია ყოველდღე ცოტათი მაინც იცვლება. ყოველდღე უფრო მეტი ინფორმაცია გამოდის ღაზადან იმის შესახებ, რომ ესე ვთქვათ, ექიმები და ჟურნალისტები სინამდვილეში ტერორისტები იყვნენ. ზუსტად ამას ვამბობდით მთელი ეს დრო. მებრძოლების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ხოლო უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. ეს ხდება ახლა ღაზაში. არავის უნდა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს არის რეალობა. და იქნებ, უბრალოდ იქნებ სიტუაცია შეიცვალოს, იქნებ ადამიანების გონება ისევ ამუშავდეს, არ ვიცი. ალბათ, მაგრამ როგორც შენ თქვი, უნდა შევწყვიტოთ თავდაცვით რეჟიმში ყოფნა. ხო, ჩემი კვირის გმირი, იცი, ძალიან მიყვარს ამ აუდიტორიასთან მუშაობა. გუშინ შევხვდი. და ის არის სომალილენდის პრეზიდენტი, რომელიც ისრაელში ძალიან მნიშვნელოვან დელეგაციასთან ერთად იმყოფება. მისი სახელია აბდი რაჰმან მოჰამედ აბდულაჰი. და გუშინ გაიმართა საპრეზიდენტო სახელმწიფო სადიი, რომელზეც მოწვევის პატივი მეც მქონდა. შემდეგ კი მან ყველა ჩვენგანი მოინახულა. და როცა სცენაზე იყო, მან რაღაც თქვა, რამაც ნამდვილად ამაღელვა. მან თქვა, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანა ვიყავით. სომალილენდი არის ქვეყანა, რომელმაც სომალის ჯიხადისტ მეკობრეებს წინააღმდეგობა გაუწია. მათ განიცადეს და გადაურჩნენ გენოციდს, ნამდვილს, არა ყალბ პალესტინულს ღაზაში. გენოციდი, რომელმაც 200,000 ადამიანი იმსხვერპლა. ისინი დემოკრატიად იქცნენ, განსხვავებით მათი მეზობელი სომალიდან. ისინი ყოველთვის უფრო ლიბერალურად მოაზროვნეები იყვნენ. ისინი მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყანაა, რომელიც ისრაელს უყვარს. და ის მოვიდა. ისრაელში ჩამოვიდა საკმაოდ რთულ პერიოდში, მთელი დელეგაციით, ავიდა სცენაზე ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან ერთად და თქვა, ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დაგვინახა. სწორედ მაშინ მინდოდა ტირილი. მან თქვა, ჩვენ მრავალი წელია ქვეყანა ვართ, მაგრამ თქვენ ერთადერთი ქვეყანა ხართ, რომელმაც დაგვინახა.
და რაც არ უნდა მოხდეს ამ მომენტიდან, თქვენ იყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც დაგვინახა. დამაყარა სუსხმა, მართლა დამაყარა სუსხმა. იქ ვიჯექი. ამისთვის კი გაბედული კაცი სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ მისი ცოლი თავდახურული იყო, იცით, ტრადიციული მუსლიმი ქალი. დელეგაციაში მყოფი 2 თუ 3 ქალიც თავდახურული იყო. ისინი მუსლიმები არიან. ისინი მორწმუნე მუსლიმები არიან. უფრო ლიბერალური აზროვნებისანი არიან. უფრო კოსმოპოლიტები არიან. მაგრამ ისინი ისრაელის მოყვარულები არიან და ისინი მტკიცებულება იმისა, რომ ეს აუცილებელი არ არის იყოს წინააღმდეგობა. ზუსტად ისე, როგორც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც დაამტკიცეს. ამიტომ ვლოცულობ, რომ ისრაელმა მათ აღიარებით, ისრაელსა და სომალილენდს შორის მართლაც შესანიშნავი სავაჭრო ურთიერთობების დასაწყისი, იყოს მსოფლიოს დასაწყისი. მივიღოთ ისინი იმ ქვეყნად, რაც არიან, იმისთვის, რომ შეძლეს ბოროტი ჯიხადისტის მეზობლების დამარცხება და გადარჩენა. და ძალიან ნათელი წარმატებული მომავლისთვის ისრაელთან ერთად. ასე რომ საოცარია. აბდი აბდურაჰმან მოხამედ აბდულაჰი, შენ ხარ ჩემი კვირის გმირი, შენი მშვენიერი ქვეყნის, სომალილენდის წარმომადგენელი. აი ასე, ილხან ომარ. ზუსტად ასე. მიიღე ეს, ან იყავი მანა? თქვენ მეკობრეებო სომალიში. კარგი. და ამით ჩვენ არ ვიცით რას მოგვიტანს ეს კვირა, მაგრამ ჩვენ აქ ვიქნებით მომავალ კვირას კონფერენციიდან, გენეტის კონფერენციიდან, პირდაპირ ეთერში, იერუსალიმიდან. ცოტა განსხვავებული ფორმატია კვადისთვის, მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით, რომ განვიხილოთ კვირის მოვლენები და ყველაფერი, რაც მათ შორის ხდება. მადლობა ყურებისთვის, შევხვდებით მომავალ კვირას.